სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ დღეს მოვისმინეთ პავლე მოციქულის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ნაყოფი სულისა არის, ანუ სულიერი ცხოვრების ნაყოფი, ეკლესიური ცხოვრების, რწმენის ცხოვრების ნაყოფი არის სიხარული, სიყვარული, მშვიდობა, სულგრძელება, მარხვა, მოთმინება და ასე შემდეგ ჩამოთვლის პავლე მოციქულიდან. ესე ვითარდათ ის არასდროს რჯული, ანუ ამათნაირებისთვის არ არის რჯული, იმიტომ რომ ესენი სულიერად, სინდისიერად ცხოვრობენ. რჯული მათთვის არის, ვინც სინდისი გაიუხესა. თორე თავდაპირველად რჯული არ იყო ესე მოცემული, დაწერილი, არამედ იყო ბუნებითი რჯული, ანუ ადამიანს სინდისი აქვს და ვიდრე ადამიანი სინდისს უსმენდა, მისთვის არ იყო საჭირო დაწერილი რჯული. მაგრამ იმისათვის, რომ ადამიანში ეს სათნოებები აღმოცენდეს, ამისთვის საჭიროა, რომ ადამიანმა დანერგოს ისინი და იზრუნოს ამის აღორძინებას. ეხლა ვინ თუ არა ჩვენ სოფელში მცხოვრები, ვიცით, რომ თუ არ დათესე არ ამოვა. და რასაც დათესავ, ის ამოვა. ოღონდ უნდა იშროვ, მარტო დათესვა არ არის საკმარისი. რომ დათესავ, აი მაგალითად სიმინდს რო ჩააგდებ მარცვალს, იმას მიწა უნდა მიაყარო რო ამოვიდეს. ხო მართალია, მიწა თუ არ მიაყარე, ხო არ ამოვა. ან ფრინველი აკენკავს, ან მზე გააფუჭებს, ან მოკლედ არ ამოვა, გაფუჭდება. ადამიანი ამ სიკეთესას, რასაც თავის სულში დათესავს, კი არ უნდა ყველას საჩვენებლად კი არ უნდა აკეთებდეს, რომ აი ჩვენ ეს აი როგორი თამდაბალი ვარ, როგორი კეთილი ვარ, როგორ ვაპატია, ნახეთ, აი ხობის დასანახად კი არ უნდა აკეთებდეს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ჩავიდეს თავის ბოსტანში და ყანაში და ჩათესოს, ესე იგი სიმინდის მარცვლები თუ ლობიო თუ სხვა და მიწა არ მიაყაროს იმის გამო, რომ აი რო ჩამოევლიან დაინახონ, რომ მე დავთესე. იჩქაროს ვამბობ, იმიტომ რომ მიაყრის მიწას ხო ამოვა და ნაყოფს რო გამოიღებს, ის რაც ხო დაინახავენ, რომ თურმე დაუთესე. ადამიანს ეჩქარება. უნდა რომ მალევე დაინახვა, რომ აი მე ესეთ რაღაცას ვაკეთებ. ბოროტება კი პირიქით არის. ბოროტებას თუ მიწა მიაყარა და ჩვენ ძირითადად ესე ვართ. თუ რამე ცუდია ჩვენში, იმას მივჩქმალავთ, დავმალავთ, არ ვიტყვით. და ის ბოროტება, რომელსაც მიწას მიაყრით, ეს გაიდგამს და ცუდ ნაყოფს აღმოაჩენებს. მაშინ რა უნდა ვქნათ, ესე იგი, უნდა ავდგეთ და ბოროტება, რაც ჩაგვიდენია, ყველას მოუყვეთ, როგორც სიკეთეს უყვებით, ყველას არ უნდა მოუყვეთ. მაგრამ არსებობს ღვთისგან დადგენილი მოძღვარი, რომელსაც უნდა გული გადაუშალო და თუ რამე არ მოგწონს შენს გულში, თუ რამე ღვთისმცნებას არ მიესადაგება, უნდა გამოიტანო და უნდა უთხრა ის, რომ მან ესე აღარ გაიგოს. თითოეული ჩვენი ნათქვამი აღსარება ეს ნიშნავს, რომ ის გადავჭერით, ხესიანად ამოვძირდეთ. და თუ ადამიანი არ ამბობს აღსარებას, ეს ნიშნავს, რომ სადღაც შინაგანად ეთანხმება იმ ცოდვას და არ უნდა რომ ის იქიდან ამოძირდეს. შეიძლება აი ჩვენ რასაც ვაკეთებთ, პირიქით უნდა ვაკეთოთ, ჩვენ ვაკეთებთ ასე. თუ რამე კარგი გაგვიკეთებია, ამას ვლაპარაკობთ და თუ რამე ცუდი გაუკეთებია, იმას ვჩქმალავთ. თუ სხვას რაიმე კარგი გაუკეთებია, იმას დავმალავთ და თუ რამე ცუდი გაუკეთებია, იმას წარმოვაჩენ. დღეს ხო ესე აი სამწუხაროდ აი რომ დააკვირდე. მე კარგი იმიტომ ვარ, რომ შენ ახარ ესეთი ცუდი. მე ვცდილობ დავამტკიცო, როგორი ცუდი ხარ შენ, იმისათვის, რომ შენს ფონზე მე წარმოვჩნდე, რომ მე კარგი. აი ეს არის დღევანდელი ადამიანის საზრუნავი. მაგრამ ჩვენ ეს არაფერს არ გვარგვის. ჩვენ სულს ეს არაფერს არ მოუტანს, ეს სიმშვიდეს არ მოუტანს. ბედნიერების განცდას არ მოუტანს. მოსწონებას არ მისცემს. აი როგორ ამბობს დღევანდელ სახარებაში მაცხოვარი. მოვედით ჩემ და ყოველნი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი.
და მე გამფისვენე თქვენ. მოდითო ჩემთან, ოღონდ ჯერ როგორ. მოდით ჩემთან და ისწავლეთ ჩემგან რამე თუ 7 ვარ და დაბალ გულითა. 7 ვარ და დაბალი ვარ გულითა. იპოვით თქვენი სულის განსვენებას. ვინ არის აი 7 ადამიანი? მოდი რა რამდენიმე რამეს ჩამოვთვლი. ესე იგი, როგორ ადამიანს ეწოდება 7? სახარებისეულად, წმინდა მამები რას ამბობენ, როგორ ადამიანს ეწოდება 7 და ნახავთ, რომ ესეთი ადამიანი მართლაც მოსვენებული იქნება. მაგალითად, 7 არის ადამიანი, რომელიც მადლიერია და კმაყოფილია ყველაფერი იმით, რაც აქვს. ანუ ხო არის ზოგჯერ რომ ადამიანი რაც არ უნდა ჰქონდეს, ყოველთვის კიდე რაღაც უნდა, კიდე რაღაც და შეიძლება ვიღაცას ყველაფერი ჰქონდეს, მაგრამ აი კიდე რაღაც რო უნდადეს, ნიშნავს რომ მას არაფერი არ აქვს, ისეთი რაც მას დააკმაყოფილებს. და ბოლომდე დაუკმაყოფილებელია და ბოლომდე მოუსვენარია. ანუ მისი ბედნიერება ყოველთვის წინ და წინ გადაიწევს, მერე და არასოდეს არ დადგება ის დრო, როდესაც ის ბედნიერი იქნება, იმიტომ რომ მას ყოველთვის გონია რომ შემდეგშია ის ბედნიერება, როცა ის კიდე რაღაცა საწადელი ექნება. მაგრამ 7 ის არის, ვინც მადლიერია, კმაყოფილია იმით, რაც ამ წუთში აქვს. მეორე კიდევ თუ ადამიანი ესე იგი დაიმედებულია არა საკუთარ თავზე, არამედ ღმერთზე, ესეთი ადამიანი 7 იქნება. იმიტომ რომ საკუთარ თავზე მინდობილი ადამიანი ყოველთვის ფაციფუცში იქნება, რომ აი რა გააკეთოს, როგორ გააკეთოს, მაგრამ თუ მას ახსოვს, რომ ღმერთი არის და ღმერთი ჩვენზე ზრუნავს და მოწყალე მამა, მოწყალე დედა, როგორც თავის შვილს დახურებს და რაც ჭირდება მას აუცილებლად მისცემს, ესეთი ადამიანი იქნება 7. აი ბავშვი, რომელსაც დედა თუ მამა წაიყვანს უცხო ქალაქში, სანამ ბავშვს ხელი დედაზე და მამაზე უცეჭიდული, ეს 7 არის. იმიტომ რომ თვითონ კი ვერ ერკვევა სად არის, რისთვის არის, როგორ უნდა იმგზავროს რანაირად, მაგრამ 7 ყოფნის გარანტი არის ის, რომ დედაზე აქვს ხელი ჩაჭიდული. მორჩა, იმან იცის, დედამ იცის, მამამ იცის, საწავად, როგორ წავალთ, სად დავიძინოთ, რა შევჭამთ, რითი დავბრუნდებით სახლს. მან იცის და ენდობა. ამ ბავშვის ფორიაქი და ნერვიულობა დაიწყება მაშინ, როცა ხალხმრავლობაში დედაზე თუ მამაზე ხელი გაეშვება და ვეღარ დაინახავს, თვალსაწიერიდან დაეკარგება. მაშინ კი დაიწყება ნერვიულობა, ფორიაქი, ტირილი. თუ პატარაა ბავშვი კიდე. თუნდიდია შეიძლება არ იტიროს, მაგრამ შინაგანად ექნება რაღაცის. ყოველ შემთხვევაში დაფიქრდება ყველაფერი იმაზე, რაზეც მანამდე არ ოფიქრია. რომ უკვე ცდილობს, რომ თავისით გაართოს ამ გაუგებრობას თავი. მაგრამ ის კვლავ დამშვიდდება მაშინ, როცა დედას იპოვის და კვლავ ხელს ჩაჭიდავს. ადამიანიც ასე, ჩვენ როდესაც რაღაცით დაბნეული ვართ, რაღაცას ვერ ვიგებთ, აფორიაქებული ვართ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ღმერთზე ხელი გაგვეშვა. ჩვენ დავკარგეთ მისი ხსოვნება და მისი იმედი, მასზე მინდობა. და როგორ არის სახარებაში, რომ როგორ შვილი რომ პურს სთხოვდეს, რომ მამასო, მამა ქვას მისცემს, პურის მაგივრად, ხო არ მისცემს. შვილი რომ თევზს სთხოვდეს, მამა მორიელს მისცემს, რომ ის მაგივრად. და თუ თქვენ უკეთურები ღმერთთან შედარებით არის ნათქვამი და ადამიანი რადგან ცოდვილია და ცოდვაშია ჩავარდნილი, თორემ ღმერთმა ადამიანი კეთილად შექმნა, უკეთურად არ შექმნა. და თუ თქვენ უკეთურებმა იცით, რომ კეთილი მისაცემელის მიცემაო, თქვენ შვილებს რაც საჭიროა ის მისცემთ, როგორ ღმერთი არ მოგცემთ, ხო? ანუ ეს არის ნათქვამი და ადამიანი, რომელიც ღმერთზე არის მინდობილი და სწამს მისი, ჯერა რომ ღმერთი იზრუნებს მასზე და ყველაფერს მისცემს, რაც ჭირდება. რაც უნდა კი არა, არამედ რაც ჭირდება. და საერთოდაც ქრისტიანმა უნდა ისწავლოს თავის სურვილებზე უარის თქმა. აი მინდაზე უარის თქმა უნდა ისწავლოს. რაც ჭირდება ღმერთი აუცილებლად მისცემს. აი მამა გაბრიელი როგორ ამბობს, დაიწყეთო მადლობის გადახდა ღმერთისათვის,
იმის გამო, რაც გაქვთო და ღმერთი მოგცემთ იმას, რაც არ გაქვთ. ჩვენ სამწუხაროდ მადლიერება გვავიწყდება. აი, სახარებაში როგორ არის 10 კეთრონიდან ერთი რომ მადლობდა ღმერთს. ამ წუთის სოფელშიც ესეა, ის მარტო ერთხელ კი არ მოხდა სადღაც, სულ ასე ხდება. შეიძლება 10 კაცმა დიდი სიკეთე მიიღოს, მაგრამ იქიდან ერთი მადლობდეს, დანარჩენი 9 არ მადლობდეს. არა და მანამდე 10-ვე ევედრებოდა. რომ მოგვეცი უფალო, მოგვეცი. მიიღო 10-მა. ერთი მადლობდა. და პირიქითაც შეიძლება იყოს, შეიძლება კაცს 10 ჯერ გაუკეთო სიკეთე. ან 10 კაცს გაუკეთო და იქიდან ერთი დაგწეს მადლიერი. მადლობა ღმერთს ის ერთი თუ მაინც დაგწა მადლიერი, თუმცა მადლობა შენ კი არ უნდა გჭირდებოდეს ადამიანს. არამედ იმაზე უნდა წუხდე, რომ თავად იმ ადამიანში არ არის მადლიერება. ჩვენ მადლობის გადახდით არაფერი არ შეგვემატებ. აი ადამიანს მადლობას რომ ეტყვიან, ამით არაფერი არ შეემატებ. აი რა უნდა შეემატოს. მაგრამ თავად ვინც მადლიერია, მას შეემატებ. აი რა თქმა უნდა ღმერთს რომ ადამიანი მადლიერი იყოს. ამით რა ღმერთს შეემატება, რამე არ შეემატება. მაგრამ ღმერთს უნდა რომ მას ღირსეული შვილები ყავდეს, რომ მათში იყოს ეს მადლიერების გრძნობა. იმიტომ რომ თუ ადამიანი უმადურია, რაც აქვს, იმასაც კარგავს. და თუ მადლიერია, იმასაც მოიხვეწს, რაც მანამდე არ ჰქონდა. ესე იგი ადამიანი, რომელიც ესე იგი კმაყოფილია იმით, რაც აქვს და მადლობს ღმერთს, ადამიანი, რომელიც ღმერთს მიენდობა, ესეთი ადამიანები არიან მშვიდად. და მინდა ივანეს ნელი ამბობს, რომ სიმშვიდეო არის, რომ სულის ერთნაირი მდგომარეობა, როდესაც გაქებენ და როდესაც გლანძღავენ, გაძაგებენ. სულის მდგომარეობა, აი ჩვენ შიგნით რო არაფერი არ შეიძლება. არ და ჩვენ ხო ვიცით, რომ გვაქებენ, რა ხდება ჩვენს გულში. რომ გლანძღავენ და გვაძაგებენ, რა ხდება ჩვენს გულში. ერთნაირად ხო არ არის? აი როდესაც ეს რო არის კარდიოგრამის ფაზები რო როდესაც გაქებენ თუ გაძაგებენ, რო არ ცადის და არ ჩადის ერთნაირი ეს ხაზი რომ მიყვება, ანუ შენ რომ ესე იგი მკვდარი ხარ ყოველგვარი ქებისა და ძაგების მიმართ. აი როგორც წმინდა მამამ რო უთხარო, წადიო საფლავზე და ლანძღეო მიცვალებულებიო, მერე აქეო მიცვალებულებიო. სულიერი შვილი ეკითხება, რა გავაკეთო, რომ გადავრჩე ცხონდეო და აი ესე მოიქეციო, როგორც მიცვალებულები იქცევიან. რო აქებდიო, გითხრეს რამეო და არაფერიო, რო ლანძღავდიო, არც მაშინ. და ესე იყავ, ანუ მკვდარი იყავი ყოველგვარი ქებისა და ძაგების მიმართ და იქნები მშვიდად. მაგაზეა ლაპარაკი. უფალი ხო ამბობს, მოდით ჩემთან და ისწავლეთ, რომ მშვიდი ვარ და მდაბარ გულიდან. და იპოვით სულის განსანებას. სხვანაირად ვერ იპოვის. სხვანაირად აი მაგალითად ადამიანი, რომელსაც უნდა რომ ყველას თვალში კარგი გამოჩნდეს. მინდა ივანე ოქროპირი ამბობს, ამ პარტავან ადამიანს მრავალი ბატონი ჰყავს. როგორ ყავს მრავალი ბატონი? აი ყველას უნდა რომ თავი მოაწონოს და რამდენ ადამიანსაც გინდა რომ თავი მოაწონო, ყველა შენი ბატონია, ყველას თითქოს ისე უნდა გააკეთო მას რომ მოეწონოს. და იღლება ადამიანი. და თამდაბალ ადამიანს ერთი ბატონი ყავს, ღმერთი. და ცდილობს რომ მხოლოდ მას მოაწონოს თავი. რამდენად მშვიდად არის, აბა ახლა წარმოიდგინე. ამიტომაც აი სულიერი ცხოვრების ნაყოფი ერთ-ერთი ესაა, რომ ადამიანი არის თამდაბალი, ადამიანი არის მომთმენი, ადამიანი არის მშვიდად, ადამიანს უყვარს და რადგან უყვარს, მას უხარია კიდეც. იმიტომ რომ სიხარული სიყვარულიდან მომდინარეობს. სიხარული ასევე მომდინარეობს იმისგან, რომ ადამიანს სინდისი არ ამხელს არაფერს, სინდისი მშვიდად აქვს. როდის არ ამხელს ადამიანს სინდისი? როცა ჩვენ ვცდილობთ, რომ ღვთისმცნებისებრ მოვიქცეთ და თუ სადმე შეგვეშალა და ვერ გავაკეთებთ, იმას ნანობთ. თავს კი არ ვიმართლებთ, არამედ ნანობთ და ვამბობთ, რომ ჩვენ შეგვეშალა, დავაშავეთ, ვაპატია ღმერთს. სინდისი არის მშვიდად და სიხარული კვლავ ადამიანთან რჩება. და სიხარული იკარგება იქ, სადაც სინდისი გვამხელს და ჩვენ თავს ვიმართლებთ. ადამიანებთან თავს გაიმართლებთ, მაგრამ აი სინდისთან ვერ გაიმართლებთ. ის აი როგორც
ორლესული მახვილი, ესეა სახარებაში შედარებული ღვთის სიტყვა. ორლესული მახვილივით არის. ყველაფერს განკვეთს, ესე იგი, უმცირეს ნაწილაკამდე შეუძლია მას მიაღწიოს. სულის ყველაზე უმცირეს მოძრაობამდე შეუძლია ღვთის სიტყვას რომ შეაღწიოს და იქაც გითხრას, რომ იქ შენ რაღაცა არ გააკეთე. ან რაღაცის გაკეთება გევალებოდა და ის დაგეზარა, დაგენანა, რაღაცის გამო არ გააკეთე. როდესაც ადამიანს ინგლისში არ ამხელს, ეს ადამიანი არის მშვიდად და მას აქვს სიხარულის განცდა. ყველაფერიც რო ჰქონდეს ადამიანს, თუ შიგნიდან ვერ არის, მაშინ უკვე ყველაფერს ფასი ეკარგება. მაგრამ თუ შიგნიდან სულიერად ადამიანი მოწესრიგებულია, შეიძლება ბევრი არაფერი არ ქონდეს, მაგრამ ის ბედნიერი იყოს. მას ღმერთი ყავდეს, ღმერთთან ყოფნის სიხარულს განიცდიდეს აქვე ამ წუთის სოფელში. ღმერთმა ნათელში დააწესოს ჩვენი მიცვალებულები, მიუტევოს შეწოდებები, აი მე-40 დღე არის ნინოსი, არა მე-40 დღეა ღმერთმა შეუნდეს თუ რაიმე აწუხებდა იმის სულსა და გულს, ღმერთმა შეიწიროს მისი ჭირის უფლის ლოცვა და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამო. ჩვენთან არის ღმერთი.